ნაცრული ცეკვების სოფლიო კლასის მსაჯი შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. ცეკვავენ ვარსკვლავების აღმასრულებელი პროდიუსერი და მთავარი მსაჯი. მოცეკვავე, ქორეოგრაფი, მსახიობი, პროდიუსერი, ამერიკის ნაციონალური და საერთაშორისო ცეკვების სოფლიო კლასის მსაჯი გოჩა ჩერტკოევი. საღამო მშვიდობისა. მეოთხე ჟიურის წევრი ყავს დღეს. კიდევ ერთი წევრი ჟიურისი გოჩა რამდენი რამე ყოფილი ჩამონათვალი იყო რამდენი რამე ყოფილიყარ ერთად მე თვითონ დავიღალე და მე მეგონა რომ მარტო გოჩა ჩერტკოევი იყო და გოჩა და გოჩა სხვა რა რამდენი რამე ყოფილი ესეც ყველაფრის მტკმელია მხოლოდ სახელი და ჩაჩას ჭირდება ძალიან მკვეთრი ტექის მოძრაობა ცოტა ლაკსტეპი დამაკლდა უფრო დადიოდი მუსიკა იქით წავიდა შენ აქეთ წამოხვედი თქვენ შორის ჩამოყალიბდა საცეკვაო ქიმია, რომელიც ასე ძალიან ჭირდება ყველა ნომერს. ფრეიმი ჩარჩო ქონდა ცოტა დაკუჭული. თანგო არის დაბალი, თანგო ყოველთვის მიპარები, ოკეი? ოდნავ ძალიან მაღლა ესე ამაყად ქართულად დადიოდა. გიყურებდი და ტვინში იძახდი, ხელი არ დამავიწყდეს. რეალობაში ქორეოგრაფი იყო ძალიან რთული, ენერგია იყო თავიდან ბოლომდე ძლიერი, არც ერთნაირი ჩავარდნა არ ჰქონდა, ოკეი? მესამე ეპიზოდში არის ძალიან კარგი პროგრესი ოთო. პრობლემები ისაა, რომ მაგალითად შენ უნდა გამოასწორო რომ ხერხემალი რამენაირად გინდა თუ არა. უთხოვთ, როგორ მოახერხე, რომ ყველაზე სწრაფი სამეჯლისო ცეკვა ასე ნელა შეასრულე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნელა შესრულებული ჯაიფი. აი ჯაიფის ვერ მიპოვე, ფიზიკურად ვერ მიპოვე ჯაიფს. რა ვერ ჩააკრეთ თუ რა ვერ დაანდრე. დღეს ყოველ შემთხვევაში არის ყველაზე ძლიერი ნომერი. ეს ძალიან როგორ გითხრა, it's not easy. მესამე ეპიზოდზე ესეთი ხარისხიანი ცეკვა მე არ მინახე ასე რავის. გინ იქით, გინ აქეთ. ცეკვაში იყო სიმშვიდე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. გეშინია ძალიან ნიჭიერი გოგონა. გოჩას სეში. No. ოჯახ ნამდვილად მოულოდნელი იყო ეს იგივე ჩემი. Yes. დღევანდელი შენი ცეკვა შენი ყველა ნაცეკვიდან იყო ყველაზე კარგი. ძალიან ლამაზი ნომერი იყო, კარგად დაბალანსებული ქორეოგრაფია. შენთვის ყველაზე კარგი ნომერი რაც კი შეასრულე ჯერჯერობით. პირველი აუთსაიდერი წყვილი. ვალალო კოპალეიშვილი და ელენე დავითაია. მეორე აუთსაიდერი წყვილი. სოფო არდია და გუკა ერთ საკითხში. მოკლედ, ვემზადებოდი დღევანდელი დღისთვის და გადავხედე ამ ცეკვის ისტორიას. Quick step. წავაწყდი ასეთ რაღაცას. რომ ერთ მშვენიერ დღესო მოემზადა ხალხი ფოქსტროტის საცეკვაოთო, ბენდმა დაუკრა ფოქსტროტი ძალიან სწრაფად და ასე დაიბადა Quick step-იო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? It's a myth, ერთ-ერთი version, but foxtrots არაფერი არ აქვს, მაინც კავშირი with a quick step. However, influenced არის, მაგრამ დაიწყო ყველაფერი იმაში გადახები რომ foxtrot-ი დაიწყო. Henry Fox from Broadway, მაგრამ შექმნა foxtrot-ი. და მერე შექმნა quick step. კარგი, მაშინ შორენასთან გადავალ. გოჩას რომ კითხო ხოლმე ისტორიები. მაშინ შორენასთან გადავალ, იმიტომ რომ შორენამ თავი დამიქნია სწორიაო. Quick step-ი არისო, ნაწილობრივ. Quick step-ი არისო, სწრაფი foxtrot-იო. შორენა დამეთანხმა. გისმენთ, შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი, თქვენი მოსაზრება. ეხლა საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ყველას. სასიამოვნოა რომ ერთად ვართ ისევ ორშაბათ დღეს. პირველი ცეკვა Quick step-ი ძალიან რთულია რომ გაიხსნას, ხო? ყოველთვის რთულია. Quick step-ი არის ჩქარი, თვითონ სიტყვა გეუნევა, ჩქარი step, ნაბიჯი, ხო? ჩქარი, ნაბიჯი, ეს არის ცეკვის slow foxtrot, აჩქარებულად არის ჩქარი, ნაბიჯი, მე მგონი შენ მაგ ისტორიაში ყვებოდი, ხო? ეხლა რაც შეეხება ამას, რა მინდა იცი გითხრა, ცოტა დადებითად გაგიხარდეს, დაამთავრე უკვე, ხო? უკვე დაამთავრე.
გეტყობა რომ ძალიან ბევრს ემზადებოდი ამისთვის. ძალიან აკრობატული დაწყება ქონდა, ძალიან რთული იყო, გამოიქეცი, გადახდი, გადმოხდი, კარგია რომ ფეხები არ წაიქეცი, არაფერი დაგემართა. იცი რა გაქვს შენ ერთი კაი ფაზე ტიპ, ძალიან კარგი და ეს ძალიან რთულია, მით უმეტეს ბიჭი მოსწავლეებისთვის, ხო? ფორმა რომ შეინარჩუნო და აი ეს რომ მიდიოდი არა, არ დაკარგე. კი თავიდან აგერია, ფეხები აგერია, მაგრამ კი აგერია, ცოტა ბევრი რაც არის აგერია, მაგრამ ჩაჯექი ისევ, კაია ელენემ გაგიყვანა ესე კბილებით, კარგი გოგო ხარ, ყოჩახ, მაგრამ ჩარჩურო არ დააგდე ამ ფეხების პოვნაში, ეს ძალიან რთულია და ყოჩახ შენ მაგისთვის ვალალო. გესმის? იმიტომ რომ შენ ორი ფეხი გაქვს მართალია, ყველას ორი ფეხი გაქვს, მაგრამ არ იცოდი რომელ ფეხზე უნდა ყოფილიყავი. და ამ ფეხებს რო ეძებდი, ჩარჩოს არ კარგავდი. რაც ძალიან კაია. Scattered chassis რო გააკეთე აქ syncopated, აქ რო ჩამიქროლე ესე, ძალიან კარგად იყავი, ყოჩახ, კაი ბიჭი ხარ. ძალიან კარგად შეფუთული ნომერი იყო. აუცილებლად უნდა გითხრა, რა კარგად ხართ ჩაცმული ამ იმისთვის, ვინც რა თქმა უნდა, it's mask, მაგრამ შეიძლება იყოს mask და გამოხვიდე მწვანე საღებავით, ერთ-ერთი რო გამოვიდა რომელიღაც სეზონზე და არაფრად არ ვარგოდა, მაგრამ შენი სახე გაქვს, რაც ძალიან კაია და ლამაზად ხარ ჩაცმული. ხო, ვინ იყო ეს არც მახსოვს. არც იცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესე იბადებიან მტრები. ნუ ვიღაცას მწვანე სახე ქონდა, რაც იყო. ნუ რატი შენი ხავი რას ფიქრობდი ბიჭო არაუშავს ნუ რას იზავ ნუ ძალიან კაი რომ რატისნაირად წვანე სახით არ დარბოდი აქეთ იქი ძალიან კარგი ჩვენ ახლა გავხდით მომსწრე ოჯახური კონფლიქტის აბსოლუტურად ნო მაგრამ აქვე განეიტრალდა ნოლი კონფლიქტი ნოლი კონფლიქტი კი ბატონო ეს არის ცეკვის კონკურსი ეს არის სამეცნიერო ცეკვების კონკურსი ამიტომ კლასი და ის უნდა შეინარჩუნდა. შენ ძალიან კარგად ხარ გამოყო დღეს. რაც ძალიან მომწონს. ვალალო, ძალიან კარგი შეფასებაა. ანუ ფეხები აგერია, თუ დაგაწყნარებს, გეტყვი, რომ შენ ჩემი quick step-ი არ გინახავს. ფეხების არევა იქ უნდა გენახა, აი, დამეთანხმება. quick არაფერი არ იყო, okay? quick არაფერი არ იყო, იყო მარტო step. Step-იც არ იყო. Step-იც არ იყო, აბა რა იყო, foxtrot-ი იყო. Nelly. Nelly foxtrot. I'm just joking. კარგია ეს ისტორიები და ნოსტალგია, მაგრამ გოჩას უნდა მოვუსმინოთ უკვე როგორც შეფასებას. ელენე ვალალო, quick step რა შეგა მოდი ახლა თემატურობაზე არ ვილაპარაკებ ძალიან კარგად ჩაჯექი თემაში მე მაინც არა ვარ ესეთი supporter თემატურობის რომ მთელი შოუ გადაიქცეს თემად და იმიტომ რომ ფილმი არის ფილმი ვიცით რა არის აი რატისავით კიდე პάνε შეღებილი სახით არ გამოყვებით თორემ ცუდად შეგაფასებდი შენც მაგრამ რაც შეეხება ახლა თვითონ quick step მოდი ახლა რა მინდა ვთქვა სანამ ეს ყველაფერი დავიწყე პირველი ხარ შენ და იყავი ორჯერ outsider ამ დროს არც ეკვა შენ ცუდად შენ ძალიან კარგად ეკვა ხო ამიტომ არასოდეს ვერ მაინტერესებს მე ყველას გიჭერთ ხარც ყველას მაგრამ შენგან სიტუაციაში გაიღვიძეთ ამისი ხარდამჭერელები სათხარ ჩვენ ვერ გავიგე anyways so რა შეეხება quick step უყურე რა იყო კი შეცდომა ეხლა რომ შოუნე მაქსერე შეცდომა იყო ჩემი კოლეგას ვეთანხმები ყველაფერი იყო მაგრამ მე მირჩევნია შეცდომა გააკეთო და რაღაცა ეცადო რომ აკეთო რთული ეს იყო ძალიან რთული შენ რაც გააკეთე ოკეი ამიტომ შეცდომაც არის და შეცდომაც არ მინდა ეხლა ვიღაცა გამოვიდეს ლამაზი ხესავით იდგეს და არაფერი შეეშალოს ნო იგი იქნება მაინც ცუდი მირჩევნია ბევრი რთული რაღაცები გააკეთო კოდა turn აგერია თავიდან სხვა არაფერი მე გამოასწორე scattered chat არასწორი ფეხი დაიწყო yes იმიტომ რომ rise and fall აგერია ოდნავი anyways ესე რომ მივყვებით მაგრამ რაც გააკეთე იყო ძალიან კარგი ძალიან თლიანი ნომერი შექმენი არა მარტო თემა არამედ თვითონ ცეკვა იმიტომ რომ გადახვედი შენ დაიწყე ხასიათი მე separation technically გააკეთე კარგი ლაქსტებ ცოტა მაღალი იყო უფრო დაბალი უნდა იყოს ეგეთი რაღაც მე scattered chassis მე lindy hubs-ზე გადახვედი ამ ყველაფერში ჩავარდა არ ქონდა არც ერთნაირი okay ვაუ ეგეთი მე მეორე ჩქარა ვიტყვი თლიანობაში ჩვენი სამეჯლისო ცეკვა არის based ქართულს როგორ ვქვა საფუძველი აი ჩვენი სამეჯლისო ცეკვის საფუძველი არის
gender სქესობრივად ძლიერი და უფრო ნაზი და რბილი, okay? ამიტომ კაცისთვის ცეკვა სტანდარტ უფრო რთულია, ვიდრე ქალი არ მოცეკვავს, იმიტომ რომ კაცმა უნდა დაიწყოს ლიდერობა, action და ქალი უნდა იყოს reaction. ამიტომ არა მოცეკვავისთვის სტანდარტ კაცისთვის ბევრად რთულია, ვიდრე ქალი მოსწავლისთვის. ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ, okay? Well done, ჩემო კარგი მოყოჩა. ესე იგი, ასეთი მსუყე შეფასება. აი რა არის ახლა ცუდი რეპუტაცია, ხო? აი სად გითხარი რომ არასწორად თქვი წეგა? არ გითქვი არასწორად. მე გითხარი ერთ-ერთი version არის. ერთ-ერთი version. Yes. ნუ ერთ-ერთი ვერსია, ხო? Thank you very much. შორენას მოვუსმინოთ. შორენას უსმენ. შორენა გაჩეჩილაძე ჩერტკოევი. თქვენი შეფასება. კი, ეს იყო international rumba, წესით კუბაში თუ წახვალ, 7 rumba აქვთ მაგათ. Yes, 7 rumba-ს ცეკვავენ, მაგრამ ჩვენ აქ სამეცნიერო ცეკვებზე ხმარობთ international rumba და ამერიკაში, North America-ში ხმარობენ American rhythm rumba, რაც არის bolero rumba, ხო? ეს იყო international rumba. ეხლა კი კინოს ფილმიდან ის იყავი, კარგად გამოიყურებით და all this very good. მაგრამ იცი რა, არც ერთი მოძრაობა არ იყო ცეკვის. ეხლა გითხრა რა მოძრაობები შეგეძლო გამოგეყენა. Fan, hockey stick, Alemana, Turkish towel, right? New York, spot turn, hand to hand, sliding door. ეს ყველა sliding door-ი ეცადა. ეს ყველა შეუძლია. ეს ბიჭი არის ძალიან ნიჭიერი. ძალიან. Cuban Hills-ზე ცეკვავს უკვე მეოთხე ეპიზოდია, რაც ძალიან რთულია, მე უკვე გითხარი შენ. წინაც უკვე უფრო დახუნძული იყო, უფრო კარგად იყო მომზადებული. კი ეს ატაცება იქით-აქეთ, მაგრამ იდგა დაახლოებით 60%. იდგა და იქით წახვედი, აქეთ წამოხვედი. შენ ხარ ძალიან კაი მოცეკვავი, კაი პროფესიონალი, მაგრამ უნდა მოიტანო სამეცნიერო ცეკვების ექშენები, ხო? თუ მისცემ, აი ძირითადი მარაო ქვია, ხო? Fan, ხო? Hockey stick, New York, Alemana, spot turn, უკვე всё, უკვე ჩემი ქულა შენსკენ არის, ხომ გესმის? კი, კარგი იყო, მაგრამ ცეკვა ვერ დავინახე და აი რა გითხრა, ხო? კი. ამიტომ შემდეგისთვის ძალიან მინდა რომ მოხვიდე, შემდეგ კვირას, რა ცეკვაც გექნება, მომიტანი ძირითადი მოძრაობა. Thank you. გოჩა დაინახე შენ ცეკვა? ცეკვა დაინახე? ვინ არის ახლა ბოროტი ეს თუ მე? ხო, აი. არც ერთი. არა, ბოროტი აქ არავინ არ არის. არა, რა ვიცი, რაც ქართულად strict როგორ არის? კაცრი, ბოროტი არასწორი სიტყვა. კი, როგორ არ დავინახე, ყველაფერი დავინახე, რაც ჩემმა კოლეგებმა დაინახეს. მოდი ახლა ოთო და ხათუნე ველაპარაკოთ თქვენ rumba. სიმღერა სტენგი იყო ძალიან ძლიერი, ძალიან rumba. რა არის იცი? Okay, technically რომ ვილაპარაკოთ, ფიზიკურად უნდა კისერი უნდა გაასწორო. ჯერეგერთი, okay? უნდა გაასწორდე ჩემო კარგო. აი როგორ გითხრა ახლა, აი ესეთი უნდა გაახდე. არ არის მათ დიდი ფილოსოფი საჭირო. აი სწორე როგორი სწორე, აი არ არის. აი უბრალოდ სწორე, right? აი რომ მითხრა რომ მოიგრიხე, გეტყვი რანაირად მოვიგრიხო რამ ხელაზე და აი გაასწორდე just აი ესე. აი ესე, okay? ამიტომ წინ მიგდის კისერი და ეს უნდა გამოასწორო. რაც შეეხება თვითონ ფიზიკურად ცეკვა მართლა არ იყო. მე ძალიან მინდოდა რომ გეცეკვა მეტი. ნომერი იყო ძალიან, okay, beautiful, ძალიან ლამაზი ნომერი იყო, მუსიკალურად ძალიან კარგი და კი. და რა არის მოდი ახლა მიუხედავად იმის რომ იყო lack of choreography თვითონ. არ იყო lack of choreography. I mean, ბევრი ცეკვა შენ შემოლამაზო, მაგრამ ამან უნდა იცეკოს, okay? Yeah, პოზიციურად ეს იდექი ეცადე sliding door თავიდან გაეკეთებინა და მერე იყო just support like boom lift და კი კარგი იყო ის რომ ძალიან კაცრად გამოიხატება თქვენ წყვილში მამაკაცი და female. ეგ ძალიან მომწონს. ჩემი აზრით ყველაზე masculine, feminine შეხამებული არის ეგ. მაგრამ ბევრად მეტი შეგიძლია. მარტო ეცადო sliding door მთელი choreography და პარტნიორი ატარო ხელში სამწუხაროდ შენ ცეკვას არ მატებს, არა ზალამაზია, მაგრამ აი criteria რო შეფასდე, ვეძებ რა ვთქვა და ვერ ვპოლობ იმის გარდა რომ გააკეთე თავიდან sliding door და კისერი წაგივიდე წინ. დანარჩენი იყო ძალიან ლამაზი მუსიკალურად ხასიათი. დიდი მადლობა შეფასებისთვის. დიდი მადლობა. გავაცილოთ წყვილ
Well, good evening. Right, Nick and Ira. Contemporary is Stilia in ქართულად ლაპარაკობ. ეს ის სტილია, სადაც რაც გინდა, რაც შეიძლება უფრო მეტი ატაცება უნდა კონდეს, მინიმუმ 7 ატაცება მაინც უნდა ჩაატარო თუ კონკურსზე წახვალ, რამოდენიმე კონდა, რაც კარგია. თავარი რაც არის საჭირო in contemporary, შენი ატაცება რო იყოს მსუბუქი, როდესაც ჰაერში გა. ნუ ახლა ეს რა თქმა უნდა ძალიან რთულია მოყვარულ მოსწავლესთან, ბიჭთან იცეკო და ატაცებებში იყო მსუბუქი, მაგრამ კარგად არაუშავს აყავდი რომ იტყვიან, ხო? მაგრამ იცი რა, ნიკ უფრო გამიკვირდა, რომ წავიკითხე contemporary, მე მეგონა რომ საერთოდ წაიშლებოდი. მე მეგონა რომ არ იქნებოდა კარგი, მაგრამ ძალიან გამიკვირდა რა კარგად შეასრულე. Yes, absolutely. I'm actually very surprised how well როგორ okay, გოგონებმა დაგეხმარეს, მაგრამ კი კარგია ნახა, ქორეოგრაფი კარგი იყო, პარტნიორი კარგი, მაგრამ შენ თვითონ იგრძენი გულით და მე მგონი უფრო შეხვედი ამ გრძნობაში, მაგრამ შემდეგში თუ გააკეთებ რამე ატაცებას ან რამე უფრო უკეთესად და მსუბუქად აიყვანე შენი გოგონა და შენი ცენტრით რო დაეხმარო უფრო უკეთესი იქნება, ja? საერთო ჯამში ყოჩახ, კაი ბიჭი ხარ. დიდი მადლობა და მოვუსმინოთ გოჩას, როგორ შეაფასებს ჩვენს წყვილს. Okay, Nick, Ira, contemporary. Okay, contemporary is როგორი genre contemporary. An საერთოდ ყველაფერი ეგრეა, მაგრამ უფრო contemporary. ან საერთოდ გამოგდის, ან საერთოდ არაფერი არ გამოგდის. ამიტომ შენ რაც სამეჯლისოში ვერ დავინახე, ყველაფერი გააკეთე contemporary-ში. რაღაცაირად გამოგივიდა, yes. ძალიან, იმიტომ რომ მე უთანხმდები შორენას, მე არ ვიცახი რომ არ გამოგდის სამეჯლისო, no, მაგრამ იქ რაც აკლდა თუ ვერ მოახერხე, contemporary-ში ძალიან ბუნებრივად გამოგივიდა ეს რაღაცაირად. იმიტომ რომ contemporary უფრო როგორ გითხრა, კი არის rules და regulations ბევრი. იმიტომ რომ მაინც ეხლა რომ დავიწყო მე ლაპარაკი contemporary ცეკვაზე, როგორც კონკურსზე, როგორც სამეჯლისო ცეკვები, არის მან ბევრი regulations, იმიტომ რომ 1-2 ძალიან repetitive lift არ შეიძლება რომ იყოს, იმიტომ თუ კონკურსია, კონკურსი დავარქვათ, მაგრამ რაც გააკეთე, თვითონ მუსიკალურად გრძნობა, ხასიათი, ირა არის თითქმის შენ სიმაღლე, okay? მაღალი გოგონაა ძალიან. ამიტომ ძალიან რთულია რომ აი ესე ადვილად შეთანხმო და ეს conjoined გააკეთო ირასთან ამდენი continuous გადამური lift ატაცება, okay? არაფერი არ დააკლდა, ხასიათში იყავი ყველაფერი, მაინც ოდნავ ჩემი აზრით წინა top heavy, როგორ არის ქართულად მაგას ვერ ვიტყვი? Top heavy. Yeah, a little bit top heavy. ცოტა მძიმე. არა, წინა. არა, რაღაც სხვა ახსნა. Okay. სხვა ახსნა. წონასწორობა რო წინ გაქვს. იდიომა ეტყობა, იდიომური გამოთქმა. აპროპარი, მაღლითა სხეული ქრონიკულად მიგდის წინ. მნიშვნელობა არა contemporary ცეკვა, Venice Waltz ცეკვა, სამეჯლისო თუ რა არის. მაგას თვითონში უნდა დაუკვირდე საერთოდ. საბედნიეროდ contemporaries არ შეუშალა. რო ყოფილიყო მაგალითად rumba მაგაზე გაგლახავდი. Contemporaries არ შეუშალა, იმიტომ რომ შენი ბუნებრივად რაც გაქეს, რაც უნდა გამოასწორო და უნდა გასწორდე, დაგეხმარა აქ მაგაში, okay? თლიანობაში ძალიან კარგი ნომრი გამოგივიდა, ძალიან მართლა. გამიკვირდა ძალიან კარგად მთლიანად შეკრული beautiful. ძალიან დიდი მადლობა. საკმაოდ კარგი სიტყვიერი შეფასება მოვისმინეთ ჟიურისაგან. საინტერესოა კულებზე როგორ აისახება ეს ყველაფერი. გავაცილოთ წყვილი შარკის ვისა ჯაიფ ჩქარი ცეკვა. ერთი რამე მინდა გითხრა ანი, ძალიან მომწონს როგორი ტვინით უდგები ამ კონკურსს. იმიტომ რომ ეს ხომ მხოლოდ ცეკვა არ არის. ეს უნდა კონდეს სწორი გამოაზრება, სწორი ტვინში უნდა იყოს ძლიერი. ეხლა შენ პროფაილს რო უყურებდი აუთსაიდერში რო გეგონა, არ გეგონა, როგორ უთხარი შენ პარტნიორს არ შეგეშინდეს, ეს ყველაფერი. ეს ძალიან დასაფასებელია და ყოჩახ ძალიან სწორად. ჩემ გაგებაში ეს ძალიან სწორად უდგები. ეხლა შეიძლება მოიგო, შეიძლება წააგო, მაგრამ მთავარია ჯანსაღი, ჭყვით და ჯანსაღი ტვინით იყო და რაც ძალიან კარგი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შენი ღიმილი, შენი ყველაფერი ეს ძალიან კარგია. მინდა რომ დაგიფასო ეგ. კი, აბსოლუტურად, ძალიან კარგი. ყოჩახ. Yes, absolutely. ეხლა რაც შეეხება ცეკვას, jive, ხო? Jive-ი ძალიან რთული ცეკვა. ის constantly უნდა იყოს, ყოველთვის უნდა იყოს ფეხის ball of the foot.
მე მეკითხები? ვინმე მითხარით? აი ამაზე. ფეხის ძირი, მე რა ვიცი. ბალიშები, ბალიშები. ამ მხოლოდ ამაზე უნდა იყო ამაზე. ოდნა ვიყავი ცოტა მძიმე ბოდიში ამ კიკების დროს, ხო, ზოგჯერ ესე ქუსლი დაბლა ჩაგდიოდა. თან ამ კიკებს რო აკეთებ ფადებული ყველაფერი, ფეხის წვერები თუ შეიძლება რომ დაჭიმო, უფრო უკეთესი გამოგივა ეს ჩქარი კიკები, ხომ გესმის? საერთოდ ჯამში ოთო კარგი შეფუთული იყო, მე მაინც შენი ბრაზილიური სამბა უფრო impressed ვიყავი. კი, მაგრამ უნდა გამაოცო, ხო გესმის? ეს კარგი იყო, ცუდი არ იყო, კი, კარგი იყო, მაგრამ ესეთი ჰაეროვანი და ესეთი კიკი არ იყო, გამიგე, მაგრამ შენ გაქვს ძალიან correct way, როგორ თქვა, correct ჩქარა? Story. Okay. Story way of presenting მოიტანო ცეკვა იატაკზე, რაც ძალიან კარგია, ყოჩა. დიდი მადლობა შორენას და ახლა გოჩა, come on man, იყო აქ ჯაივი. ძალიან მაგარი ჯაივი იყო, გოჩა. I know, right? Yeah. რაღაცა გამახსენდება მარაგი და უცებ ეს სამართლებს სიტყვა. გოჩა თქვი, მეუღლე გიხობს. იყო აქ ჯაივი. აი, oh my god. იყო აქ ჯაივი. არა, ხა ჯაივი როგორ არ იყო ადამიანი, ეხლა რა თქმა უნდა იყო, ეხლა უყურე. Ani, ოთო რა უნდა გითხრათ ეხლა? უდაოდ იყო ძალიან კარგი ნომერი. კი, იმიტომ რომ არა მოცეკვავისთვის, come on, მე მოდი ეხლა რეალურად ვთქვა, არა მოცეკვავისთვის ეხლა ეს ჯაიფის ცეკვა მართლა ძალიან რთული, ძალიან წარმოუდგენლად რთული და ძალიან არ გვინახია, okay? ზოგს გამოვდის, ზოგს არა. რაც შეხება პირადად ამ ჯაიფს, ეს მაინც არის კონკურსი, ამიტომ ჩვენ უნდა გითხრათ, კარგი, okay და მე ოდნა not okay რა იყო, okay? რომ გაითვალისწინოთ მომავლისთვის რა უნდა გააკეთოთ. ეხლა თქვენ ხართ ერთ-ერთი უკვე მომწონს ეს პერიოდი ამ კონკურსის რომ რაღაცაერთ აქამდე უკვე გამოკვეთილია ან 4-ეული ან 3-ეული ან 2-ეული ან 1-ეული ჯერჯერობით რაღაცაერთ არის surprise ყველა რაღაცაერთ მიდის okay ამიტომ უყურე კარგი დროა ეხლა რომ თავი უნდა გამოიჭრა ეს ჯაიფი იყო ძალიან კარგი რო ყოფილიყო შოენა სიტყვის არ იყოს ოდნავ უფრო ეხლა რო გითხრა მძიმე, განა შენ ხარ მძიმე თვითონ ცეკვა. მხოლოდ იმიტომ რომ აქცენტს აკეთებდი არასწორი ადგილას ოდნავ. მერე მოდი ერთი რაღაცა გითხრა. პირველად ახარ შენ საკვან ვარსკვლავზე, okay? თვალია. კი პროფესიონალის სხვა, მაგრამ ხალხი ადარებს ამას შენ გვერდზე რო ცეკვავს. ამიტომ ნაკლები side by side, იმიტომ რომ არა მოცეკვავე, უფრო გამოჩნდება მოცეკვავესთან შედარებით სუსტი. მე უბრალოდ გეუბნები სტრატეგიულად როგორ უნდა დაიდგას jive მომავალში, okay? იმიტომ რომ ველოდებოდი როდის მორჩებოდა ეს side by რაც იყო connected, იყო ძალიან კარგი. ოდნავ იყო აქცენტ დაბლაკეთებდი მაღლას მაგივრად, მაგრამ თვითონ bass იყო პატარა, compact მუხლი რომ აღლა აგეწია მოგეტანა მკერთან ჩემო ლამაზე უფრო კარგი იქნებოდა ყოველთვის generally მაგრამ თლიანობაში ეს იყო ძალიან კარგი ნომერი მომავალში გაითვალისწინებთ გიყურებთ მე-4 ეპიზოდი okay უკვე ყალიბდება ჩამოხასიათება რაღაცაერად რომ რატომღაც ერთმანეთს გადარებთ იმიტომ რომ ძალიან ბევრს ეკვავთ side by side don't okay ერთად სხვადასხვა რაღაცები anyway ძალიან კარგი ნომერი, ბრავო. კარგი კონკურენტი ხართ, ნახოთ შემდეგი სხვებს რაც გამოიტანან. Okay, well done. მოკლედ შეფასებები.
ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩოჩილაძე, ნელი ვალსი. ბრავო. ეს მუსიკა იმდენად სულში ჩამწვდომია და მასზე შესრულებული ეს ჰაეროვანი ცეკვა. საღამო მშვიდობისა, ნანუკა ან რატი. პირველ რიგში ძალიან კარგად გამოიყურებით, მომწონს როგორ გამოიყურებით. აუთფიტ როგორ გაცვეს ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მოუხდა. ეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი კინო და მუსიკა არის. სხვათა შორის ძალიან კარგია რომ ეს აირჩიეთ Waltz, Slow Waltz. არის ძალიან რთული ცეკვა. მე ყველაზე ესე ვიძახით. სხვათა შორის ყველა ცეკვა ძალიან რთულია, მაგრამ Waltz თავისი სირთული აქვს, უნდა ღრმად ჩახვიდე დაბლა, დიდი ერთი, მე უნდა იყო დაბლა ეს ყველაფერი. ეხლა რა მინდა იცი გითხრა? რატი იცი შე რას აკეთებ ეხლა კარგს ამ გოგონასთან? მე წინაზე გითხარი მე მგონი თუ მე მგონი გითხარი ხო? რაც კარგი აქვს ის გამოგაქვს ხო? You pull best out of her, ხო? ესე ხო ისტორია. ის გამოგავს რაც არის ყველაზე კარგი, მაგრამ თან ყოველ კვირას ზრდი, რაც ძალიან კარგია, ხო? ძალიან მომეწონა რომ ეს ზედმეტი არაფერი არ ქონდა და გამოიტენდე, კარგი კომპოზიცია აჩვენე, მაგრამ ნანუკა იცი რას გირჩევდი? ქუსლით რომ მიდიხარ იატაკზე, უნდა იყოს შენი ქუსლი. იქიდან რომ მოდიოდი პრომენადიდან რომ წამოხვედი, ცოტა ჰაერში ცეკვავდი, მაგრამ რა თქმა უნდა, რატიმ დაბლა კი გიშვებს დატი, მაგრამ შენ თვითონაც willingly, როგორ თქვა willingly? უნებურად მე მგონი ხო? თავისით. თავისით შენ თვითონ ჩადი დაბლა და ყოჩა და ქუსლი იატაკზე რომ კონდეს გამიგე რატი ცოტა ჰაერში ცეკვავს და შენთვის უფრო უკეთესი იქნება. კისერი ცოტა უფრო კი გრძელი კისერი გაქვს, მაგრამ კიდე უფრო რომ დაჭიმო და გადაიყვანოს შენ მარცხნივ და left head weight მოგცეს, როგორ თქვა? left head weight, უფრო მარცხენა body weight რომ მოგცეს, უფრო უკეთესი იქნება. და საერთო ჯამში მე მგონი ეს იყო უფრო გაზრდილი, კი, კარგი პასადობლი ქონდა, მაგრამ ეს უფრო კარგი გაზრდილი ცეკვა მოიტანე. ძალიან კარგია რომ ჩვენი ჟიურის წევრები პროგრესს ხედავენ ჩვენს წყვილებში, გოჩარას გეტყვის. Okay. ნანუკა რატი Slow Waltz მოდი ხო ვიღო თვითონ Waltz-ზე. ეს არის the movie tour, ფილმის ეპიზოდი, ხო? ნამდვილად. ამიტომ თემადურობა და თემადურობას ვერიდები როგორც ხედავთ ვაკეთებ technical comments მაქსიმალურად რაც შემიძლია, okay? ხო და უყურე პასადობლი მაგალითად იყო ძალიან ძლიერი მაგრამ პასადობლი რო ვთქვათ ეხლა თვითონ ეფექტურია. Right? ძლიერი იყო მე არ ვიცახი რომ იმიტომ რომ ადვილი ცეკვა ძალიან რთული ცეკვა, okay? მაგრამ აი რო გამოიტანო Waltz და არა მოცეკვავე მიცეკვა აი ესე დონეზე ეს Waltz მართლა ძალიან აი უკვე არ მინდა რამის თქმა არ სიამოვნებს, მაგრამ აი მართლა ძალიან კარგი იყო ხალხო ვერ გავიგე. I mean უკვე თქვი გოჩა, უკვე გვიანია. ეხლა რო ვიძახდი ეხლა გამიგია შეცდომა გამიგია მაგრამ თვითონ ეს დგომი საიდან მოვიდა როგორ მოგივიდა საიდან არა ნუ რატი არაფერ შუაში კი რა თქმა უნდა მასწავლებელი შუაშია გასწავლა მაგრამ აი შენ რომ იცეკო რატისთან ან ჩემ მკვდარ ბებიასთან ან კოპლებიან ჩოჩორთან მაინც ყველაზე კარგი ხარ რატომღაც ვერ რაღაცნაირ არა სერიოზ ესე იგი კურდღელი გამიპროტესტდა კოპლებიანი ჩოჩორია? არა, უყურე მე ახლა რა არის? ყველას უნდა მიეცეს თავისი რაც ეკუთვნის კრიტიკა და რაც ეკუთვნის კი რატიმ გასწავლა, მასწავლებელი ასწავლის, ყველა ძალიან კარგი პროფესიონალია, მაგრამ რატის აი ამ წამს შენი მხრები ხელით არ ეჭირა, okay? და არ დაგატარებდა და არ გეუბნებოდა რეაქცია როგორ გააკეთო, sway over sway, I mean the follow away slip, აი როგორ, აი ეგეთი რაღაცეები, თექნე, მე რო უყურე პროფესიონალურად, აი
ეგ მაკვირვებს და ძალიან ადრეა ესეთი რაღაცებს აკეთება რომელ მეოთხე ეპიზოდია. ნანუკა ტირის. ტირის ნანუკა ცრემლებს ხედავდა. უნდა ტიროდეთ შემოკარგო, ნანუკა გაქებენ. იშვიათად ხარულის ცრემლია. და სხვათა შორის ძალიან იშვიათად ხდება ესეთი ძლიერი რამოდენიმე წვილი ხართ და ამიტომ მოდი ესე გააგრძელეთ, სხვა არაფერს არ გეტყვით ყველამ, okay? Well done. გისმენთ? საღამო მშვიდობის ანზორენიცა, Foxtrot. ეს international Foxtrot იყო? ხო? უნდა ყოფილიყო, ხო? კარგი. იცი რა არის? ლამაზად გამოიყურები, ჩარჩო ეცადე, თავი გაგირბოდა ცოტა გოგონასთან, მაგრამ ცოტა დავიბენი. მუსიკა რო გამორთული ყოფილიყო, მუსიკა რო არ ყოფილიყო და ყურებში Foxtrot-ი რო არ მსმენოდა, ტანგოს ფეხებით დადიოდი. ესე ქუსლებით მიდიოდი სულ. Foxtrot-ში არის დაბლა, მე რო ნახვიდე მაღლა და მე დაბლა უნდა ჩამოხვიდე, ხო? ეს არა, შენ ესე დაბლა რო იარე, ესე წახვედი თელი წრე დაარტყი. ამიტომ მუსიკა მეუნეოდა რო შორენა Foxtrot-ია, მაგრამ შენი ნაბიჯები ძალიან ტანგო. სო ქუსლები დადიოდი. რა თქმა უნდა, ალბათ ნიცამ გითხრა, რომ არის rise and fall, ხო, დაბლა და მაღლა, მაგრამ ცოტა ეგ არ გამოგივიდა, არ ვიცი რატო, მაგრამ როდესაც იტყვი, რომ იტყვი რა, ხაჭაპური უნდა გაგიკეთო, უნდა იყოს ხაჭაპური, ხო? შენ მომიტანე ხინკალი. ხო და ამიტომ თუ იყო ეს ხო გოჩას უყარს ხინკალი. ამიტომ ვერ დავინახე Foxtrot-ი, ხო? მუსიკა იყო ძალიან Foxtrot-ული, შენ სახეზეც გეტყობოდა, რომ ქსიამოვნებდა ეს ყველაფერი, მაგრამ ტანგოს ცეკვავდი ჩემთვის, რაც იყო ჰილიდები და he was just doing მხოლოდ ესე ქუსლებით მოდიოდა წინ. ამიტომ ცოტაც ვერ ვიპოვე შენში Foxtrot-ი, ბოდიში. მადლობა, საინტერესო გოჩამ თუ იპოვა. მოვუსმინოთ. Okay. მოდი ახლა როგორ ვთქვა, ახლა მე ვიპოვე ერთი რაღაცა, რომ გარდაიცვალა Foxtrot-ი. ვერაფერი ვერ ვნახე, შემოკარგო. არ ვიცი ახლა რა დოზი ჩეჭამა ჩემმა კოლეგამ შაქარი აქვს და ამასა დაინახა ტანგო. მე ვერც ტანგო დავინახე, ვერც Foxtrot-ი დავინახე, ვერაფერი. მოდი ახლა ერთი რაღაცას ვიტყვი. ეს არის ძალიან კარგი, უდაო ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მაგაზე საუბარი არ არის, okay? Cool guy, nice guy, sweet, beautiful, მაგრამ criteria გითხარი წინაზე უნდა რაღაცა მოიტანო რომ რაღაცას უნდა შევეჯიროთ. არ ვიცი ახლა ეს უყურებ რომ რამე დამენახა რომ შემე ფასებინ ეს იყო ჩვეულებრივად მარტივი სიარული. მეოთხე ეპიზოდზე რაც არ უნდა მშვენიერი ვიყო და კარგი ადამიანი ვიყო არ შეიძლება, okay? უნდა იყოს ჩაჯდებს რაღაც იმის ფორმაში რომ შეფასების გოჩა წნევა მარაგიწიოს დაწყნარდის. დამაცად ცუდად ვარ. But anyways, არა. ყველა მოსავლელი ხარ მე ხო ვიცი და. ხო ვიცი და წამიხვალე. ხვეწები და. მაგრამ არა, არ შეიძლება მეოთხე ეპიზოდზე ამ ეტაპზე რომ ესე იგი ამხელა კაცი ვზივარ. 10 კედლის იქი დავინახავ ცეკვის მოძრაობას გამოვიცნობ. ყველას მოეწონა, ძალიან კარგია. კარგი გულშემატკივრები გყავს. ჯაიფ, ძალიან ჩქარი ცეკვა, სანდრო ძალიან ყოჩახ შენ. ძალიან კარგად შეფუთული კომპოზიცია მოიტანე, ძალიან ენერგიული, ჯანსაღი, today's day, დღევანდელი დღის, რაც კარგია. მარიამ, შენ ხარ ძალიან ენერგიული ახალგაზრდა გოგო, რაც ძალიან კარგია. მომწონს, ესეთი ხარ, you have a fire. გრძნობებში კარგად მიდიხარ, მოდიხარ, 1-2 ადგილას ცოტა დაანელე, დაიღალი თუ რა იყო, მაგრამ არ აუშავს. მე ისევ გამოფხიზდი. ეს ისი წარმოუდგენელი სიცილი გაქვს, გამიგე? ეს ძალიან ლამაზი ესეთი სიცილი გაქვს და ცუდი რა არის იცი თუ ოდნავ დაგეკეტება იმ წუთში გეტყობა გესმის ამიტომ კი ერთ თემაში ივარჯიშე stage phase როგორ თქვა stage phase ნუ რომ ყოველთვის ესე გახსნილი კონდეს ეხლა kicks და ეგეთი რაღაცები რო არსებობს წინა გოგონასაც უთხარი ფეხის ტერფები უნდა კონდეს აბსოლუტურად დაჭიმული აბსოლუტურად შენ იგრძენი ან იფიქრე რომ შენი ფეხის ტერფები არის ფუნჯი ეს იატაკი არის canvas როგორ თქვა გოჩა canvas და პალიტრა ფუნჯი და პალიტრა აჰა და ასე ფუნჯს თუ არ წაუსმევ პალიტრაზე ნახატი ხო არ გამოჩნდება იგივე არის ცეკვაზე შენ ფეხებს თუ იატაკზე კარგად წერებით არ იმას იზავ არ გამოჩნდება რა ტილო მაშინ ტილო პალიტრა არა მე შემეშალა მაპატიეთ ტილო რატომ მეუნები არასწორ სიტყვებს ვაიმე მეც დაგიჯერე ტილო ნუ მოკლედ მივხვდი ხო ფეხის წერებზე იმუშავე აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი
იქნება შენთვის ტრიალებში, რომ სპატზე იმუშაო, გესმის? და ვინ არის იცი შენი სპატ? იცი ვინ არის შენი სპატ? გწოდნია, მე რატო არ აკეთებ? ესე იგი, ყოველთვის, როდესაც ტრიალებ, დაიწყე და დაამთავრე. Of course, რა თქმა უნდა, თუ შენ პარტნიორს უყურებ, გესმის? ახლა თუ შენ აქეთ იყურები, პარტნიორს კი არ უნდა უყურო. სპატზე რო იმუშაო, გამიგე, სპატ, როგორ არის თქვით? წერტილი, ვაიმე, რა კარგია. დაკტანჯე ადამიანო. მე დაკტანჯე შენ, ვაიმე. ესე იგი, წერტილზე რო იმუშაო, შენთვის უკეთესი იქნება, ნაკლებად დაიღლები და შენი პარტნიორიც უფრო უკეთესად გაგიძღვება. Okay, thank you. მე არაფერს აღარ ვიტყვი. კარგი. კარგი, გოჩას მოვუსმინოთ. როგორ შეაფასებს დღეისათვის ბოლო ნომერს? მე ქართული მე მიჭირდა, ეს გაჩაჩილაძეა და მაინც ქართული ვერ გავიგე. All right, okay, Mariam Sandro Jive, რა შეგვაც ბოლო ნომერი, ბოლო Okay, როგორ მოგეწონა ჩვენი ეპიზოდი ხო? Yay! Come on. მოდით ახლა სანამ შევაფასებ, Jive ხო კარგი იყო, თვითონ ეპიზოდი ხო მოგვეწონა სულ ყველას. All right. ცეკვავენ ვარსკვლავები ხო არის number 1 პირველი, რა თქმა უნდა. ძალიან კარგი და ძალიან კარგი რომ გვიყურებთ სულ ყველა. მადლობა მაყურებელს. Okay, რაც შეეხება მარიამი, სანდრო, თქვენი Jive. All right. რა არის კარგი იცით? Jive-ში რა დავინახე ის რომ ანის და ოთოს ძალიან კარგი კონკურენტი გამოგიჩნდა შემოკარგებო. Right? ეხლა იწყება ყველაფერი. Okay, I love that. იმიტომ რომ ხა გაქეზებთ ერთმანეთზე უკვე. მაგრამ არა მართლა ეხლა რახან Jive, იმიტომ ახსენე ექსკლუზივ, იმიტომ რომ ორივე მისეკვე Jive და რაღაცაერთ ეხლა ბუნებრივად სხვადასხვანაირი ეფექტი ორივე ძალიან კარგად და ძალიან ძლიერად ცეკვავთ. მაგალითად, თქვენ შემთხვევაში უნდა მიაქციო ოდნავ ფეხებს ყურადღება, რაც შეეხება თვითონ cleanliness, სისუფთავე თვითონ ტერფის როგორ არის. განა მარტო Jive-ის გამო, საერთოდ generally უნდა მიაქციო ყურადღება, okay? ენერგია იყო ძალიან წარმოუდგენლად ძლიერი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ უყურე, შენიშნა რომ ივეცე ერთ Jive-ს. სიტყვაზე ოთოს ენერგია უფრო ბევრად მაღალი იყო ვიდრე მაგისი პარტნიორის. თქვენში კარგი ის იყო რომ ორივეს ერთნაირი ენერგია ჰქონდათ, okay? იმიტომ რომ უყურე რამე არ გეკითხავ რამე პატარა ხარ, მაგრამ არის პატარა პროფესიონალი მოცეკვავე, ენერგიით სავსე, ძალიან დიდი ენერგიით ცეკვავ. შენ არა მოცეკვავე, არაფრით არ ჩამოუვარდი მაგ ენერგიას. რაც ყველაფერი უნდა გათვალისწინდეს, რა თქმა უნდა, ახლა გადარებთ ორ წყვილს უყურე. მეორე Jive სიტყვაზე იყვნენ უფრო ერთად შეკრული, რაც თქვენ ნაკლებად ერთად შევენა მგითხრათ, spot your partner. Anyway, give and take, ორივე ხარ ძალიან კარგები, ამიტომ ერთმანეთ დაუწყეთ ჯიბრი და გადაიკიდეთ აბა თქვენ იცით ერთმანეთს. კონკურენცია იზრდება ეპიზოდიდან ეპიზოდამდე, ამას უკვე ხელი გოჩამაც შეუწყო. გოჩა, ცეცხლიდან. დიდი მადლობა სიტყვერი შეფასებისთვის, თუ მოვრჩით გავაცილეთ წყვილს შარკის ოთახისაკენ, სადაც ბაბი ელოდება მათ. ხო?